მნიშვნელოვანი კვებას არეგულირებს, რა თქმა უნდა, პერსონალური მწვრთნელი, არ არის აუცილებელი ენდოკრინოლოგი ყავდეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ეხება იმათ, ვისაც ძილის რეჟიმი არ აქვს დარეგულირებული. როდესაც იწყებ ჯანსაღ კვებას, ძილის რეჟიმი ავტომატურად ლაგდება. ეს არის ძალიან გასათვალისწინებელი. იაკო, შენგან მსმენია ის თემა, რომ კვების დროს ტელეფონი ხელში არ უნდა გქონდეს და მინდა რომ სხვებსაც გაუზიარო ეგ ამბავი თუ რატომ არ შეიძლება ტელეფონის გამოყენება და ტელეფონო კომუნიკაცია კვების დროს. პირველ რიგში, როდესაც ვიკვებებით, ჩვენ მთლიანად ჩართული ვართ, აი ის გემოები დავაგემოვნოთ და ჩვენმა პირის რეცეპტორებმა მიიღოს სწორად. ნახეთ, ხშირ შემთხვევაში მქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი დიდ ულუფას რო გადმოიღებ და რაღაცა n რაოდენობით ჭამ, თან ტელეფონს უყურებ, პირადად მე რაღაცა ის სტრესის ფონზე რო ვარ და რაღაცა ტელეფონში ვარ ჩართული, იმდენად n რაოდენობით მიჭამია, რომ რაღაცა კონტროლი ვერ გამიკეთებია. ეს იმიტომ, რომ ტელეფონში ვარ ჩართული და აქცენტი მაქვს გაკეთებული იმაზე, რასაც მე ვუყურებ. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი. კვება არის დამიჯერეთ 100%-ით არასწორად მიღებული კუჭთან და შემდეგ კუჭმა ხომ უნდა მისცეს სიგნალი ტვინს, რომ იქ გაჩერდეს. ანუ დაკმაყოფილდეს იმით, რაც მიიღო. მწვანე პროდუქტი ხალხო, ბევრი მწვანე.